ბესიკ ბაბუნაშვილი ერთ-ერთია იმ ფერმერთაგან, რომელიც მეურნეობის დასაწყებად ბანკიდან სესხის გამოტანას აპირებს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში აღებულ თანხაზე კი ფერმის მშენებლობასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის გამოიყენებს. ფერმერი ამ ეტაპზე რძისა და კომბინირებული საკვების გადამამუშავებელ ქარხნებს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული პროექტი ხელს კერძო ბიზნესის გაფართოებას შეუწყობს. წელს ვაპირებთ ჩვენ იაფის სესხის პროექტით ფერმის მშენებლობას. უკვე საპროექტო სამუშაოები დაწყებულია და რეალურად ალბათ ოქტომბრის თვეში უკვე სესხიც აღებული იქნება. ბაზის ბანკია ჩვენი პარტნიორი ბანკი, უკვე შეთანხმებული ვართ მოცულობაზე, თანხაზეც და რეალურად ალბათ 2014 წლიდან დავიწყებთ ახალი ფერმის მშენებლობას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტი 5 კომპონენტს მოიცავს. პირველ ეტაპზე მცირე ფერმერებს 6 თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტის გამოტანა 5000 ლარამდე შეუძლიათ. მეორე კომპონენტის მიხედვით საშუალო და მსხვილი ფერმერები 5000-დან 100000 ლარამდე 8%-ის შეღავათიანი აგროკრედიტით 5 წლის ვადით ისარგებლებენ. აღნიშნული პროექტით უკმაყოფილოა მოსახლეობის ნაწილი. მათი თქმით, სესხის აღება ფერმერისთვის არუმატებელი აღმოჩნდება იმ შემთხვევაში, თუ კი მათ განსაზღვრული 6 თვის განმავლობაში თანხის დაფარვა ვერ მოახერხეს. მოზარდი მეყიდა, გოჭები მეყიდა, მიწა მემუშავები რა დიდი ფაქტობი თუ რაღაცა შემოსავალი მეგობრა. უარი გამომისწორეს. მე მიჭირდა, იმიტომ მოვდივარ სასესხელო, არ მიჭირდეს მე ჩემი ბიზნესის რაღაცა რომ აქ იმით გამოვითარებ თვითონ მე. ამაზე უარს ამბობს, არ მოდის, არ გლეხის დონეზე არ საუბრობს. ესე იგი ერთი სიტყვით ბიზნესებს ეხმარება. 5000 რო გამოიტანო მოსავალი ხონა მიიღო არა რომ გაისწონრო ესა. მაგი არ გვაწყობს ჩვენ. ჩვენ უფრო გრძელვადიანი ის გვაწყობს 7 წლიანი. მე მაგალითად პირად 10000 ლარი მინდა თუ მომცემე, მაგის ბაზა მაქვს, ყველაფერი საშუალება არის. და ალბათ მევაკითხავ ბანკებს და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მესამე კომპონენტი 7 წლის ვადით 1 მილიონ ლარამდე თანხის გასესხებას გულისხმობს. 3%-იანი სესხის გამოყენება ფერმერებს საწარმოების შესაქმნელად შეუძლიათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტით ფუნქციონირებას მინიმუმ 60 საწარმო დაიწყებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში განმარტავენ, რომ აგროკრედიტით სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს. მესამე კომპონენტის ფარგლებში აქ 10 საწარმოს მშენებლობა უკვე დაფინანსებულია. ფერმერები დაყოფილია, ზოგმა აიღო მეფუტკრეობაზე, ზოგმა აიღო მეცხოველეობის განვითარებაზე, ზოგმა აიღო მეხილეობის განვითარებაზე და ეს რაც მთავარია, ეს მესამე კომპონენტი, ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვაქვს ნასაუბრები, ეს არის საწარმოების შექმნა, რაც ყველაზე მთავარია ჩვენი რაიონისთვის, სადაც დასაკვირდება ადამიანები, სადაც ხელი შეეწყობათ ფერმერებს, რომ შემოსავალი მიიღონ, აი ეს არის მთავარი პრიორიტეტი. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში ამ ეტაპზე 154 პროექტია დაფინანსებული. საბანკო სექტორიდან თანხა მესაქონლეობის, მებოსტნეობის, მეთევზეობის, მეფუტკრეობის, სასათბურე მეურნეობისა და მარცვლეული წარმოების კუთხით გაიცა. სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტომ აგროკრედიტის პროექტის განხორციელება 1 აპრილიდან დაიწყო. 9 ოქტომბრის მონაცემებით საბანკო სექტორმა დაახლოებით 116 მილიონი ლარის სესხი გასცა.